მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის. მომბრძანებისთვის მადლობა. მაგრამ ქალბატონია მე ამას არ ვიმსახურებ. ბატონო. ამას არ ვიმსახურებდი. ეგ რა არის? ჩემი საქმეები დამთავრებული. დაბრძანეთ თუ შეიძლება ბატონო ვალერ. დაბრძანეთ ჩვენ ხომ აქ მშვიდობიანად ვსაუბრობთ. ეს საქმეები დაუსრულებელი რომ არის გულისხმობთ გემთმშენებლობის ნაწილში პროკურატურაში შეტანის საჩივარს და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდე ქონება მიმატაინოს ჩვენმა ხელისუფლებამ. გასაგებია და რაც იმიტომ რომ ეს ჯარიმა არ გეკუთვნოდათ ესეთ. არ გაგისაჩივრებიათ? ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელისუფლებას უჩივლო? იცით რა ვის გამოც ვიბრძოლე 2012-ში? რატო სააკაშვილის ჯარიმას თუ გასაჩივრებდით ეს ხელისუფლება რა შუაშია? ამ ხელისუფლებამ ეს ჯარიმა გაგინახევრათ ხო ასე 2 მილიონი გაპატიათ. კი. და ასევე პირველი და მეორე ინსტანცია სასამართლოში მოგიგიათ, ხომ და ელოდებით უზენაესის გადაწყვეტილებას. ალბათ სააკაშვილი რო ყოფილიყო ხელისუფლებაში ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით, მაგრამ ხო. სააკაშვილის ხელისუფლებაში გემთმშენებლები წავაგე. ცოცხლები თუ იქნებოდით, ეგეც საკითხავია, სააკაშვილი რო ყოფილიყო, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ამისთვის, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. უკვე წარსული ისტორია. წარსული ისტორია არ არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ ჩანს ეს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს, არც ამას ჩვენ არ ვიმსახურებთ თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან. მაგრამ იქიდან როგორ ჩანს ეს არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ცდილობს დაბრუნებას. ამიტომაც მუშაობთ ჩვენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. დანარჩენი გასაგებია ამ სხდომას პროკურატურაც ისმენს და საქართველოს სასამართლოებიც და იმედი მაქვს რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით როგორც ხაზს უსვამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა რომ არა ეს ფაქტობრივი გარემოებები დღეს დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და ის საქმე რომელიც შეტანილი გაქვთ, იქ იმედი მაქვს რომ მალე დადგება ის შედეგი რომელიც თქვენ მოგწონთ და რომლისკენაც ისწრაფვით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის. სამდივნოს ვთხოვ რომ გავაცილოთ.